დონალდ ტრამპთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის ბუნებრივი აირისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების პროექტებში 36 მილიარდს დააბანდებს. შეთანხმების პირობებით იაპონიამ ამერიკის ეკონომიკაში 550 მილიარდამდე ინვესტირების ვალდებულება აიღო. აღნიშნული ინიციატივა კი ამ ვალდებულების პირველი ტრანში იქნება. იაპონიასთან ჩვენი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმება დაიწყო. პროექტების მასშტაბები ძალიან დიდია და მათი განხორციელება ერთი ძალიან განსაკუთრებული სიტყვის ტარიფების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. წერს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში. ინვესტირებასთან დაკავშირებით იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ პროექტები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შესაქმნელადაა გათვლილი ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებში თანამშრომლობის წყალობით, როგორებიცაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალები, ენერგეტიკა და ხელოვნური ინტელექტი. ამერიკისა და იაპონიის შეთანხმების ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ოჰაიოში მდებარე ბუნებრივი აირის ობიექტში განხორციელდება. მასშტაბური პროექტის წარმოება, რომელსაც ტრამპმა ისტორიაში უდიდესი უწოდა, სავარაუდოდ 9.2 გიგავატ ენერგიას მიაღწევს. იაპონიის ეკონომიკამ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ტექნიკური რეცესია თავიდან აირიდა, თუმცა აღდგენის ტემპი იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, რაც ჩამორჩება მოლოდინს, რომელიც 0.4%-იან მატებას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 0.1%-იანი ზრდა მინიმალურია, მან იაპონიას საშუალება მისცა თავი დაეღწია რეცესიისთვის, რომელიც განისაზღვრება როგორც ზედიზედ 2 კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნა, რადგან წინა მესამე კვარტალში ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა. წლიურ ჭრილში მეოთხე კვარტალში იაპონიის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.2% იყო, მაშინ როდესაც ბაზარი 1.6%-იან მაჩვენებელს ელოდა. საერთო ჯამში 2025 წლის მთლიანი მაჩვენებლით იაპონიის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია, თუმცა 2026 წლის დასაწყისის მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ აღდგენის გზა კვლავ არასტაბილურია და ქვეყანას ისო მოუწევს რეცესიის ზღვარზე გავლა. გამოცემა Actuality SK-ზე დაყრდნობით UNN წერს, რომ სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ქვეყანა ნავთობის მომარაგების გარეშე დარჩა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 19 თებერვლიდან არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იქნება. ამ ფონზე მთავრობა ნავთობგადამუშავებელ ქარხანას სლოვნაფტს უფლებას მისცემს დროებით გამოიყენოს სახელმწიფო სტრატეგიული ნავთობის რეზერვები. მთავრობამ სტრატეგიული ნავთობის რეზერვების გახსნის გადაწყვეტილება ქარხანა სლოვნაფტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მთავრობისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად ნავთობის სლოვაკეთში ნავთობსადენ ადრიას მეშვეობით 20-30 დღის განმავლობაში ჩავა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო უწყების წინადადებას, რომელიც საერთაშორისო სანქციების სამიზნე ქვეყნების ერთიანი გლობალური ბლოკის შექმნას ითვალისწინებს. გასული წლის ეკონომიკური შედეგების წარდგენისას მან განაცხადა, რომ ის რომ ქვეყანას ახლა უკეთესი შედეგი არ აქვს, სწორედ საერთაშორისო სანქციების ბრალია. შესაბამისად, ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ძალების კონსოლიდაციისა და ფორმალური შეთანხმებების შემთხვევაში სანქციების ინიციატორი მხარე შეშინდება და იძულებული გახდება უკან დაიხიონ. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დღეს 50-ზე მეტი ქვეყანა იმყოფება პირდაპირ სანქციების ქვეშ, რაც აუცილებელს ხდის კოლექტიურ პასუხს, რათა მსოფლიომ დაინახოს ამ სახელმწიფოების გაერთიანებული ძალა. ცნობისთვის ეგრეთ წოდებული სანქცირებულთა კოალიცია მიზნად ისახავს კოორდინირებული ფრონტის შექმნას, რომელიც ფინანსური შეზღუდვების გვერდისავლის წევრ ქვეყნებს შორის დამოუკიდებელ სავაჭრო ქსელებს ჩამოაყალიბებს. ლუკაშენკოს გათვლებით სამიზნე ერების კოლექტიური მშპ უკვე წარმოადგენს საკმარის ძალას საიმისოდ, რომ ტრადიციულმა დასავლურმა ბერკეტებმა ეფექტიანობა დაკარგოს, როგორც ირკვევა რამდენიმე სახელმწიფო შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ინდოელი მილიარდერის გაუტამ ადანის საკუთრებაში არსებული კონგლომერატი ადანი გრუპი მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის 2035 წლამდე 100 მილიარდს დახარჯავს. ჯგუფის განცხადებით, ელექტროინფრასტრუქტურის კომპონენტების, კლაუდ პლატფორმებისა და დამხმარე ინდუსტრიების მხარდასაჭერად დამატებით 150 მილიარდის გამოყოფაც განიხილება. ადანი გრუპის თავმჯდომარის გაუტამ ადანის განცხადებით, ინდოეთის ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე ორიენტირებული უჩრიანი AI სისტემის გაფართოების მიზნით მათი კომპანია მონაცემთა ცენტრებს და მწვანე ენერგიაში ინვესტირებას მომავალშიც გააგრძელებს. შედეგად ინდოეთი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ AI შემქმნელი და ექსპორტიორი სახელმწიფო იქნება. ახალ პროექტზე ადანი კონექსი იმუშავებს, რომელიც ინდოეთში 2 გიგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრის შექმნას გეგმავს. გუგლთან პარტნიორობით ადანი გრუპი დამატებით 15 მილიარდს ინდოეთში მდებარე 1 გიგავატიანი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის კამპუსის განვითარებაში აბანდებს. გარდა ამისა, ჯგუფი განახლებადი ენერგიის პორტფელის გასაფართოებლად, რომელიც ბატარეის ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს შენახვის სისტემასაც მოიცავს, 55 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
Microsoft-ის განცხადებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასაუმჯობესებლად კომპანია 10 წლეულის ბოლოსთვის ჯამურად 50 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ცნობისათვის ტერმინი გლობალური სამხრეთი მიემართება განვითარებად ეკონომიკურად მზარდან დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. შეგახსენებთ, გასულ წელს Microsoft-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ციფრულ ბაზარზე ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის სექტორში 17.5 მილიარდის მოცულობის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. ინდოეთში მიმდინარე AI სამიტზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. მათი პროგნოზით AI ზრდის შემდეგი ტალღა არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპასა და ჩინეთში, არამედ განვითარებად ბაზრებზეც იქნება, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ, როგორებიცაა ბიზნესი, განათლება და სამოქალაქო სერვისები. გასული წლის მეოთხე კვარტალში მილიარდერი ინვესტორის Warren Buffett-ის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ ამერიკულ ტექნოლოგიურ და ელექტრონული კომერციის გიგანტ Amazon-ში თავისი წილი 75%-ზე მეტი შეამცირა, სანაცვლოდ კი Buffett-ის კონგლომერატმა New York Times კომპანიაში ინვესტიციები გაზარდა. სამშაბათს მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად Berkshire-მა დეკემბრის ჩათვლით უკანასკნელ 3 თვეში New York Times Co-ს 5.1 მილიონი აქცია შეიძინა. შედეგად Buffett-ის კონგლომერატი ამერიკულ მედია გამომცემლობაში დეკემბრის მონაცემებით 351.7 მილიონის ღირებულების აქციებს ფლობს. რაც შეეხება Amazon-ს, Berkshire-მა კომპანიაში წილი პირველად 2019 წელს შეიძინა, მაშინ Buffett-მა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური აქციების მიმართ მისი ისტორიული ზიზღის მიუხედავად ძალიან შეცდა. Amazon-ის აქციები უფრო ადრე რომ არ იყიდა. თუმცა ბოლო პერიოდში Berkshire კომპანიაში წილს ამცირებს და ამჟამად Amazon-ის დაახლოებით 2.3 მილიონ აქციას ფლობს. ევროპელი მარეგულირებლების მიერ სოციმედია პლატფორმებზე ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში ესპანელ პროკურორებს პოპულარული პლატფორმების X-ის, Meta-სა და TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების მითითება მიეცათ. საქმე AI-ის მიერ გენერირებული არასრულწლოვნების სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებას ეხება. საკითხის შესახებ ყურადღება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაამახვილა და აღნიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი სოციალური მედია პლატფორმები არაკონკურენტულ საქმიანობაში არიან შემჩნეული ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ცნობისათვის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჩინურმა TikTok-მა და თქვა, რომ მათ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის მასალების განთავსება აკრძალულია.